კვლავ განხილვის თემა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა 26 მაისთან დაკავშირებით. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც მან საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პროტესტში მონაწილე აქტივისტებთან, პოლიტიკურ პარტიებსა და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებთან ერთად შექმნა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ერთობლივად ჩაიბარებენ. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კომიტეტი მნიშვნელოვან და საინტერესო დღეს გაუწევს ორგანიზებას. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გეგმები დესტრუქციას ემსახურება და მარცხისთვის არის განძირული. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვერ მიიტაცებს ვერავინ, ამ საკითხის პოლიტიზება, უმსგავსობა იქნებოდა და ეს არც მოხდება, უბრალოდ ფაქტია და ბუნებრივია, რომ ამ დიდი ეროვნული ზეიმის ნაწილი ხალხთან ერთად ვერ იქნება და არ იქნება ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომელიც ებრძვის ქართული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის იდეას და დგას ამ ბრძოლაში არა ქართულ ხალხთან ერთად, არამედ რუსეთის მხარეს საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს ხელყოფის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი, მათ შორის რელიგიური სიმბოლოები და დღესასწაულები არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრება და არა ივანიშვილის და მისი რეჟიმის. მათ შორის ესეთი დღესასწაული და მნიშვნელოვანი დღე არის 26 მაისი, რომელსაც ვერ მიისაკუთრებს ივანიშვილი და ამ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპატორი რეჟიმი. სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეგო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ხო? ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა ნაციონალების მიმართ.